ვაგრძელებ GTA 5-ში 1000 დღის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის აგროვებას, რაშიც ბიჭები უნდა დამეხმარონ, იმიტომ რომ ბიჭო, მაგას განმარტება უნდა? პრინციპში მაგ ყველაფრის განმარტება არ უნდა, უბრალოდ ერთი ძალიან ცუდი ამბავი გვაქვს. შალვამ, დიდი ალბათობით ჩვენი ფული მოიპარა. რატო ვინდით ისე მაგას, ჰა? რა ვიცი ბიჭო, რას ვიფიქრებდი ადამიანი ეგრე რომ მოგექცეოდა. რას ვერ ვიფიქრებდი ბიჭო? თავიდანაც ხო იყო ეგრე და ხო გვაყირავ, აუ, ჩემი რა გვინდოდა რა. პრინციპში მე რო შალვამ ადრე მაყირავა თქვენ ეგ არიცოდით უბრალოდ, მაგრამ მოკლედ რა ერთი იდეა მაქვს. პირველ რიგში ახლა უნდა წავიდე ჩვენს კუნძულზე, შეიძლება რომ მანდ იყოს. კაპიკი ფული არ გვაქვს, რითი უნდა წავიდეთო? მართალია, კაპიკი ფული არ გვაქვს და მოდი ჯობია რომ ჩემს ერთ ნაცნობს თხოვე ფული, რომელიც შალვასაც კარგად იცნობდა. ვის? მოკლედ ჯანასთან უნდა მივიდე და რაღაც 1-2 კაპიკი ვთხოვო, რომ რაღაც იახტა მაინც ვიქირავო, ან კატერი ან ვერტფრენი, რომ ჩავიდე კუნძულზე, რომელიც ჩვენია და პრინციპში მაგ კუნძულის გაყიდვა შეიძლება მე და მაქიდან ფულის აღება, მაგრამ 500 მილიონი ბიჭო შალვას როგორ შევარჩინოთ ესეთი რაღაც, როგორ გაგვიკეთათო? ესეთი დღევანდელი ვიდეო რატო დაიდო? დღევანდელი ვიდეო, ვახ, ჩემი უკაცრავად. დღილად. დღევანდელი ვიდეო რატო დავდე, მეც არ ვიცი, იმიტომ რომ გუშინდელი ვიდეო არ ასულა 10000 ლაიქზე, მაგრამ უკანასკნელი შანსი ავიყვანოთ ეს თუ 10000 ლაიქზე და დაჭერეთ აბა წითელ subscribe ლაიქს, რომ ხვალე დავიდოს მომდენო ვიდეო და დაიბრუნოს Black Mamba თავისი ძველი დიდება. ეს ჟანა ვინ არის? ეს ჟანა არის ერთი ვინც არის რა. და ისე ბიგჯი შენ არის ცნობ? არა საიდან. ბიგჯი პრინციპში მაგ დროს არ იყო, ნუ არ ვიცი რა მოკლედ, მაგრამ კიდე კაი რომ ბოლოს რაღაც ნორმალური, ვახ, ჩემი უკაცრავად ძმა. დღილად რა ბიჭო, არ მოგეკითხო ეხა ბებია შენ. ამას უყურეთო. ეხა არ მეჩქარებოდეს? ოკეი, აქ მივიდეთ და ვახ, ჟანას დაცვა არ ყავს სახში? დაეთადე. იქნებ სახში არ არის თო. კაი, აბერტი წამოდი ვნახოთ. ჟანა! ჟანა! არის მის? ერთი აბა შევიდე შიგნით. ოპა, ეს კაცი ვინ არის თო? გამარჯობათ. რადგან დაბაზაკეთებ აქ? ისა მეგობარო ჟანასთან ვარ. ვინ ჩემი ფეხებია ჟანა ბიჭო, ჰა? არა, ანუ ჟანა რა, ქალი რო ცხოვრობდა. რა გინდა ბიჭო, გადი აქედან ვინა ჟანა? მოდი აქა. არა, ძმა, მაგას არ გირჩევდი. არ გირჩევდი, მაგას არ გირჩევდი. არა, ძმა, ანუ ჟანას ვეძებ უბრალოდ. მოდი აქა, ჟანა არა თორულა კიდე. მოგეკითხავ პეპიას, მოდი აქა, მოდი შენი ბებო გამოთხული, მოდი აქა. აი, რა გინდოდათ ბიჭო რა? და ეს ჟანა რა არ ცხოვრობს აქ? აქ იყო ბოლოს? აქ იყო ძმა ბოლოს, მაგრამ რა სერჩოდი ახლა ამ კაცო? გირტყავდა ძმაო? აი ბიჭო, მეც მოუგვარებდი მაგას, მაგრამ მიშვალეთ. მოდი აქ ძმა, მოდი, მებაღე, მოდი აქ, მოდი ერთ წამს, ჩემო ძმაო. ბიჭო, არ მინდა რო გესროლო. კლავენ მიშვალეთ. არავინ არ კლავს, მოდი აქ, გაჩერდი ერთ წამს. გაჩერდი? რა გინდა ჩემთან რა? ბიჭო, მოდი აქ, არავინ არ გესურის, მოდი საქმე მაქვს რაღაც. მიშვალეთ. ბიჭო, ეხლა მართლა გესური შენ, მოდი აქ. არ მოკლა გეხოცები. ბიჭო, არ კლავს მეთქი არავინ. გაჩერდი 2 წამი. კაი. აუ, გეხოცები არ მოკლა რამე უბრალოდ მებაღევა. გაძარცვა თუ გინდა სახლი არავისთან არაფერს არ მითხრი. არა ბიჭო, რა სახლის გაძარცვა თო? მისმინე, სახლის მეპატრონესთან ვარ მოსული. მეპატრონე მოკალით და როგორ ხართ მაგასთან? 1 წამი რას გვე მეპატრონე მოკალით კაცო? ის კაცი სახლის მეპატრონე იყო. აუ, ბატონი ანტონიო. ბატონი ანტონიო? აუ, რა გინდათ? წაიღეთ ტელეფონებაში იქით არის. 1 წამი კაცო, მაგ სახლის მეპატრონე ჟანა არ არის? ჟანა ვინ არის კაცო? ცოტა ერთი თვის წინ ვიყავი მან მოსული სახლში და ქალი დამხვდა და ველაპარაკე მაგას. არა, აქირავებენ ხოლმე და შეიძლება აქირავებს სახში იყავის მოსული. რა? ოღო, აქირავებენ. მიხედავებით ბიჭო, ანუ ვერ გავიგე. ეს ანტონიო არის ამ სახლის მეპატრონე და მაგ სახლის მეპატრონე ვინმე ჟანა არ ყოფილა უახლოეს 1 წლის განმავლობაში? არა, ძმაო, რაღაცა გეშლება თქვენ. მიხედავებით ბიჭო, გვაჭამეს? ანუ ჟანა და შალვა ისევ ერთად არიან, დავიჯერო? აი, იმენა თურქული სერიალი მესმის ძმაო. ესე იგი მაგრად გვაჭამეს არა? წავიდე მე? წადი, მამანებე, თავი. იცოდი, ხო არ მატყუებ? არა, ძმაო, არა, ნაკირავები ქონდათ. კი მახსოვს, კაი ხანი ქონდათ ერთი თვითონ გაქირავებული ვიღაც ხალხზე. დაცვით დადიოდა ის ქალი. ხო, დაცვით რო დადიოდა. აუ, ჩემი. აი, წავედით ბიჭებო. აუ, ჟანა, შენ რა გითხარ? ესე კი ჟანა და შალვა შეიკრენ. ჟანა საიჭოდ გამოჩნდა ჩვენ ცხოვრებაში. ნახატები კიდე ჩვენგან ვითომ იყიდა ის მოპარული ნახატები და კი მოგცა 500 მილიონი, მაგრამ მე 500 მილიონი ისევ ჩვენ აგვახიეს, ანუ წაიღეს და ნახატებიც დარჩათ. მეღადავები? მე წავედი. დადი ძმაო თავი გამანებე რა. აუ, ხედავ რა მოხდა, ესე იგი ნახეთ. აქ ჟანასთან მოვედით, ნახატები იყიდა, ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი, მოკლედ. შალვამ ყველაფერი იცოდა, გააჩალეს. აუ, შალვა ვინ ყოფილა ბიჭო რა? შალვა. და სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, Black Mamba-ის მერჩი იყიდება განახლებულ საიტზე zarkushop.g, სადაც შეგიძლიათ აღწერაში მდებარე ლინკიდან გადახვიდეთ და ისედაც საიტზე როცა შეხვალ დაინახავთ. ესეთ ძალიან მაგარ ბანერს, სადაც Black Mamba-ის ბალაკლავა არის პირველ რიგში. ესე ჩამოდიხართ აბლა და აქ ჩანს უკვე ჩვენი პროდუქტები, ბალაკლავა, საათი და საათები და ბალაკლავა
ბალაკლავები ძალიან ძერსკები არის ახლები, ჩანთახო, ზე არის ტოპ. საათები არის ესეთი Blackmamba-ის ახალი ლოგოთი. ესეც თერმული ბალაკლავები, რომელსაც, რა ვიცი, ბალაკლავადაც გამოიყენებთ, ქუდადაც გამოიყენებთ, უბრალოდ ნიღაბადაც გამოიყენებთ, ისეთი ჭრილები აქვს, ბევრნაირად შეგიძლიათ მოირგოთ და მე ამას ფოტოებში თქვენ თვითონ ნახავთ. ესეც ჩვენი Blackmamba-ის სასკოლო ჩანთა, რომელშიც წიგნები საკმაოდ ბევრი ეტევა და ესე ჩვეულებრივად უძლებს წვიმას და წყალი არ შედის, თლად ეხლა მაგალითად წყალში თუ არ ჩადე. 150 ლარზე მეტი შენაძენზე მიიღებთ უფასო მიტანა საქართველოს ნებისმიერ ადგილას და როგორ შევიზინოთ. მაგალითად ვაჭერთ ჩანთას, თუ სხვა რამე შეძინათ გინდათ კალათაში დამატებას, თუ არა და პირდაპირ თუ გინდათ ყიდვა, buy now. აქ შეკავთ თქვენი პირადი მონაცემები და გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი უნდა იყოს ზუსტად რო კურიერმა მოგვიტანოთ ადგილზე. უბრალოდ აი აქ უნდა ჩაწეროთ 4-1-იანი. Pay now. და შემდეგ უბრალოდ გადაიხდით ბარათით და всё. აი ჟანას ვარიანტი ესეთია. ესე იგი, შეიძლება იქირავა რაღაც, მაგრამ უეჭველი შალვასთან არის შეკრული, გამორიცხულია რომ ეგ არ იყოს. ჩვენს გარშემო კიდე ვიღაცები, ვინც იყვნენ, შეიძლება ისინი შალვასთან არიან შეკრულები და ვინ რეკავს ახლა? ალო ფრანკლინ, გამარჯობა. გამარჯობა, ვისო საუბრები? მე გამომძიებელი ვარ რა, გუშინ როგორც გავიგეთ ციხეზე ყოფილ ხართ მესულე და ერთ-ერთი ძებნელი ადამიანმა მოგეკითხავთ და როგორც ისე იქ თქვენი ყოფილი მეგობარია რა. კი, ყოფილი მეგობარია და კი მითხეს რომ გამომძიებელი და გირეკავთ გამარჯობა. მოკლედ რა თუ შეიძლება რომ მოხვიდეთ პოლიციის განყოფილებასთან გვერდით არის დასაკითხი 4 და მანდ შემოხვიდეთ რა. ეხლა? კი, ძალიან საჩქაროა რაღაც ინფორმაციები ჩვენს გქონდა მაინტერესებს. რამდენად ფლობთ თქვენს ინფორმაციებს? კარგით მოვალ ეხლა მაშინ 1-5 წუთში რა აქვე ვარ. კი ბატონო. აუ ეხლა გამომძიებლებთან მატარემ არა სხვა რა გზაა რა 500 მილიონი მეგობრებო ანუ 10 მილიარდი კი უკვე ჩვენ ასაგროვებელი მაგრამ 500 მილიონი სტარტისთვის ძალიან კაი იქნებოდა იმიტომ რომ სხვადასხვა ბიზნესებში გავანაწილებდით და კაი შემოსავალი გვექნებოდა რა ოკეი შემოვუხვით შევტეხეთ ესე და აქ არის როგორც ჩანს ეს დასაკითხი ოთახის. კაი, აგავეჩერე მანქანას პრინციპში ამათანა ვარ ეხლა ვინ რა უნდა ქნას. მეჭო არ დაგვიტოვონ ჩვენ აქ. მე გადავები ჩვენ რაშვაში ვარ ჩემო აბა. აქედან არის შეასრულე თუ იქიდან? კი აგერ აქედან ესე პირდაპირ. უკაცრავად. გამარჯობათ. ვა, გამიშვიდა ჩემი ძმა. ვიხარ შენ ჩემი ძმა, მე არ მოგიკითხო ეხლა. გამომიყვანეთ რა დირექტორი იქით არის. მობძანდით აქ ჩემოდით არ მიაქციოთ მაგას ყურადღება. აუ ჩემი რა, ფულს გადაგიხდით რა. რამდენს გააჩნია? 100,000. ოპა, ფულიდან გვინდა 100,000 ცუდი არ არის, ხო იცი? გაანებით, თავის მოკრას პოდიშ გიხდით ეს ჩვენი ამ ძალიან ზომელი პატრიმარია რა. ციტალეც ეკულარით იყო ესეც ძებნილი თქვენი მეგობრის არ იყოს აზრის დავაკავით რა. გასაგებია, ესა და ხო, რა მაინტერესებს? აბა სად არის ჩემი მეგობარი ხო არ იცით? არ ვიცით, ჩვენ თან დაკითხოთ, მოკლედ ბოლოს როდის გქონდათ მასთან კავშირი? მასთან კავშირი მქონდა დაახლოებით 7 წლის წინ, ხო რა ეგრე რა. აჰ, კაი დრო გასულა მოკლედ. 1-2 წელი უკვე გაქცეული აქვს ჩვენი ციხიდან. ვაჰ, მეც გამიკვირდა ისე რა თუ არ გვირეკავს რაღაცად ხო? ჩვენ იქით ვერ ვურეკავდით. ვიცი, ახლა თქვენ ციხეზე რამდენად დარეკავთ იქით აქეთ ვერ დაგირეკათ რა. მოკლედ გაქცეული არის ესე, როგორც გავიგეთ, ეს დაკავება და ყველაფერი მას დაგეგმილი ჰქონია. იმიტომ რომ მე სატელეფონო საუბრებზე ვიღაც ხალხს ესაუბრებოდა და მაგას უთხრა რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდისო. შევხვდი 2026 წელს საუკეთესო სკინებით. გადადი კომენტარებში აპენდულ ლინკს და გაიარე რეგისტრაცია. და ყოველ ახალ მოხმარებელს CS:GO Fast-ი საჩუქრად გადასცემს ერთ random case უფასო და გახსენით winter case-ები, სადაც შეიძლება უახლესი და საკმაოდ ზვირიანი სკინები ამოგივიდეთ საუკეთესო ფასად. ხარდა ბიჭო, ანუ დაკავებას დაგეგმული ქონიათო. ასევე მას ურთიერთობა ჰქონდა რუსულ მაფიასთან 7 წლის წინ პრინციპში როცა დაიჭირეს. მიხადაობით ბიჭო? და სიმართლე უნდა გითხრათ, რომ ის ამ რუსული მაფიის სათავეში უკვე ჩამდგარი. რა? 7 წლის წინაც რუსული მაფიის სათავეში იყო ჩამდგარი, მაგრამ არ უნდა ამის შეტყობა რა. კი, მაგრამ ის უბრალოდ ერთი ხელოსანი იყო ჩვენი რა რუსული მაფიის სათავეში, თო? დაუ ბიჭო, ანუ რეებიც ხდებოდა და რეებიც ჩალიჩდებოდა ქალაქში, მაგის და ჩალიჩარი იყო. თავიდან მართლა იყო რუსული მაფია ჩამოსული ქალაქში, მაგრამ მე რომელიღაც დაჯგუფების წყალობით ის რუსული მაფიის ბოსი და ეგენი მოიცილა. ვაიმე ბიჭო, მგონი ჩვენზე აქ საუბარი თო. ამის შემდეგ ის ჩადგა სათავეში, ჩამოიყვანა მისი თანამზრახველი ვიღაც ქალი, აგენტი ზეტი ოღონდ არ ვიცით. ეს სახელი ზუსტი. აგენტი ზეტი ან ზ ხო ინგლისურად ჟ ანუ ჟანა ნახე, აგენტი ჟ. აუ იმენა ტიპები თურმე რეებს ჩალიჩობდნენ აქ. ხო და ესე დაგეგმეს ყველაფერი. მე ციხიდან დაგეგმოში ეს ქალის დაეხმარა, როგორც ვიცით, დიდძალი ოქროულობა. ნახატები და რაღაცები გაიტანეს ქვეყნიდან და გაქცეულები არიან რა ჩვენ ქვეყნის ტერიტორიაზე არ არიან თანამთვლელად ვიცით.
თქვენ ხო არ გქონთ რაიმე ინფორმაცია ხოლმე დაკავშირებიათ? არა, არაფერი, მეც ეგ უნდა მეკითხავ, სად შეიძლება რომ იყოს, იმიტომ რომ აკაცია ჩვენი ნერვიულობთ რა. მაგრად ნერვიულობთ იმენა, სად არის ჩვენი ძმაკაცი? რამდენი ხანი არ გვინახავს, გული შეგვტკივა, თან ეხლა წარმოიდგინეთ ესე. ძებნილია თურმე და ვიცით რომ დაიჭერენ მაგ საწოდავს. აბა, ვერ გაზარდა საწოდავი ბებიამ. რა ტიპები არიან ესენც რო გადაობენ. მოკლედ, არ მოგვს არანაირი ინფორმაცია, თუ რამეს გაიგეთ, ვინეთ, უთხრათ რა ფრანკლინი გეძებს თქო რა და თუ დაიჭერთ კიდე, დაგვირეკეთ აუცილებლად. კი ბატონო, რა თქმა უნდა. მე მოგან პატიმარს კიდე ყურადღება არ მიაქციო. გასაგებია, გავედით ბიჭებო წამო რა. ვახ ჩემი, ჩვენი საწოდავის შალვა, უეჭველი ვიღაცები აიძულებენ რაღაცას. რას გულისხმობთ? არაფერს, უბრალოდ შალვა არ იყო, ეგეთი კაცი ხელოსანი იყო. დიახ, ზუსტად მაგ ხელოსნობით შეიფარა თავი და ვითომ ხელოსანი რო იყო, მაგით უბრალოდ ფარც ხავდათ ენასტორის სამდულეში პოსი იყო მაფიის, მაგასთან რომ მანქანები მიყავდათ, იქ მაგს რჩევებს ეკითხებოდნენ, ფული მიქონდათ, ასე შემდეგ, ზოგი მანქანებს უტოვებდა. ბუგატის თემების გახსოვთ? შალვა. გამიყვანე ჩემი ძმა და 100.000 მოგცემ. არ მინდა ძმაო თავი გამანები შენი იყოს ეგ 100.000. ბიჭო, რო გთხოვთ ახმარებას დაგვეხმარე. შენ ბიჭო, ხარია მოგიწყო ბებია ხა, ჰა? ბებიაჩებს თავი გაანები, ბიჭო. ბებიაჩებს თავი გავანებო კი არ მოგიკითხავი ხა იმენა და უასწავლე ჭკუას როგორ გაზარდა შვილი. გამოვალ მე. ამოდი ძმაო, ისაშინებ რა კაცია იმენათან ჩვენ რო გვემუქრება. გამოვალ მე. ვახ, სქემა დიდდება, ესე იგი შალვა, ჟანა და კიდე ვიღაცეები. მაგრამ ყველაზე დაუჯერებელი რა არის? ეს ტიპი რო რუსული მაფიის ბოსი ყოფილა თურმეტო. აი ეგ ნახდათ ყველაზე დაუჯერებელია. აუ ბიჭო, მე ფრანკლი რა ვქნათ? პირველ რიგში ეხლა ყველაფერი რო გამოვიწყოთ, ჩავიდეთ ჩვენს კონსოლზე, იქ რაღაც უქროლობა და რაღაცები მაინც ქონდა და პატარა ფული მაინც გვჭირდება ეხლა, მაგრამ კონსოლზე რითი ჩავიდეთ თო? მაგრამ კონსოლზე უნდა ჩავიდეთ. კატერი არ ამემოპაროთ ვინმეს. გაეწამა. დავაი დაჯექით. ეხლა ვიღაცას კატერს გამოვართმევთ. გამოვართმევთ რა ვეთხოვებით, ხო ხვდებით რა პორტში მივალთ და ჩავალთ იქიდან პირდაპირ კაირო პერიკოზე, რომელიც მამბა აილენდი არის ჩვენთვის. დიდი ხანია მაგ კონსოლზე არ ყოფილ ვართ. იქიდან ავიღებთ ჩვენს ოქროლობას და რაღაცებს, არც მახსოვს ეხლა იქ მანქანა მყავდა რამე დატოვებული არ მყავდა, შეიძლება რამე იყოს და რაღაცაში გამოგვადგება რა ეხლა, იმიტომ რომ თითოეული კაპიკი მნიშვნელოვანია. იარაღებიც აღარ გვაქვს წესიერი დარჩენილი. არაფერი ჩვენ არ გვაქვს ეხლა იარაღების გარეშე კონსოლზე რა უნდა გავაკეთოთ თო? აზე ხარ ბიჭო? ეგ არის ძმა, ეგ არის. კაცი შორს ვეღარენდობი, დღეს შალვამ ერთხელ რო გვიღალა და მეორეჯერ ვენდეთ. გავუტარეთ ყველაფერი და ნახე რა გავიკეთე ეგრევე ზურგს უკან. კაი, სად შეიძლება ეხლა აქ რამე კატერი ვნახოთ თო? აქ არაყენია ხო არაფერი. კაი, პორტი იქ არის, პორტთან ეგრე კატერი შეიძლება რომ არაფერი არ ეყინოს. შემეშვი ძმა ერთი წამი აგერ. ბიჭო, აქ რო რაღაცა ბაზა აქვს, ამათ რო დავეცე. რითი უნდა დავეცეთ? ამათ ბიჭო, არაფერი ჩვენ არ აქვს, იარაღი ჩვენ არ აქვს, ვის უნდა დავეცეთ? მე გადავები? რამე არ იქნება სადმე პატარა კატერი რო ჩავხდით და მოვხიოთ? მეც მაგას ვეძებ, მაგრამ რო სადმე პატარა კატერი იყოს, რო ჩავჯდეთ და მოვხიდოთ, მაგრამ რო არ არის მაგაშია საქმე, ვეძებ აგერ ვერ ხედავ. ვახ. წამო ძმა უკან, წამო ერთ წამს. საღოლს მომიდი კატერი მანქანა ყავს დავიჯერო. ერთი წამი ძმა, ამო, ეგ არის. ლამეს ახლა მით გადავარდი წყალში და მე ჩვენი საქმე მაგრად იქნებოდა. აგერ ეს ტიპი რო იყო ამას ვკითხოთ, აბა. მე სადღაც წავიდა, აგერ არ იყო ახლა 2 წუთის წინ. კატერი მინდა ძმა, აუ ჩემი. რა ტიპი ხარ, დონელა იარე? მეც მაგარი ვარ, იახტ კლუბში მივიდეთ, იქ რამე ეყენება უეჭველი. ამდენ ხანს რატო არ გაგახსენდა შენც კიდე? რავი ძმა, იახტ კლუბი კი არა გუში რავჭამე ეგ არ მახსოვს. მოდი ახლა ესე შემოვხოთ, აი აყენია ეგ რაღაცეები. შემოვიდეთ. ჩვენი მანქანას ახლა აფეთქება მოგვიწევს, იმიტომ რომ ანაბეჭდები დარჩება აქ და არ გვაწყობს ახლა რომ აუ იქით უფრო კაი რაღაც აყენია თო? ხო, ახლა აფრივი და დავთვრობის მომღერება ამ კატერში რა. აი იქით მოვუაროთ ახლა ამას. და ჯობია მეორე კატერის წავიდეთ, აი ეგ რაღაც კაი სამხედრო აყენია მგონე. გასაკეთებ ბიჭო? არაფერს, მა ისეც. გამატარეთ. ვა! უჩემი. ბოდიში ძმაო. აი ეგ აყენია ის, მაგრამ აქედან აუ გადაცურვა გვიწევს მაინც და მაინც. წამო გადავცუროთ. კაი. მოდი, პრინციპში არა. ერთ წამი. რა შვები ძმა? რა, აი არა, ძმა, ეს არ TikTok-ით გააკეთე რამას. ანუ ცოტში არ ვიცი, რა უნდა სიჯისთან ერთად ავარ, რას გვერდშიან? ამას თუ ბები არ მოუკითხო. დაჯექით მანქანაში, მე ვიცი მანქანაზე ანაბეჭდები როგორ სამოვაცილო. როგორ? სიჯი ხედარ გული გაქვს? რა ხე? ჩემო ძმაო, დავაი გადავხდი. ეგ არის. მე მოვასწარი, სიჯი, ეგ არის გადმოვიდნენ კიდე კაი. დავკარგეთ ეგ მანქანა ძალიან კაი. არ უნდა მითხრა ბიჭო რომ აქ ხტები შენ მოგიკითხებებია. ვერ უნდა მიხვდე ბიჭო ანაბეჭდები, აბა როგორ მოვაცილოთ თო? და ესეც ესე რა, აგერ მშვენიერი კატერი გავჩითეთ უცბად, პატრონი არ დგას აქ როგორ ჩანს, დავაი დავჯექით. პროსტა აქ ვინმე ხო არა გვიკიდება, არა, ძალიან კაი. წავედით, მოვხიეთ ახლა უკან. ბიჭებო მოდით.
დაჯე. დავსვენდი რა, დავსვენდი, ყავს სპორტულები, სადვიარო. წამო ბიჭო, რაღაცას იზავ. ბიგჯისაც ჩავისვავ ახლა აგერ და იმედი მაქვს რომ ბიგჯი დაეტევა აქ. დაჯე ბიგჯი. დაჯე ამო. ორ კაცი არის ძმა რანაირად. ბიჭო, ამოდი რა დაждები რა. ბიჭო, გადავარდებითო. აო, ბიგჯი, შენ რა გითხარი ხა? სამკაციანი კატერი სადვეძებო აქ მაინც და მაინც. ესეც აჰა, აგერ არის რაღაცა სამკაციანი. დაჯდები ამაზე. ერთ დღეში ორი კატერის მოპარვა ვის გაუგია? ვახ, ჩემი. აი, დაჯექით აქ, მოდით. უკან დაეტევით წესით ორივე. რასაკეთე მე გასულზე კატარებს იპარავენ? არა, ძმა, ჩვენია ეს კატერები ვაქირავებდით ამდეხანს. კაი ძმა, მაგრამ კარგად დააპარკინგე რა. კი, აუცილებლად რომ კარგად დავაპარკინგე, მერე ის კატერი იყოს იქ. დაიჯერა, რა ვიცი მე. დავაი, წავედით ჩვენი მამბა აილენდისკენ, რომელზეც ძალიან დიდი ხანი არ ვყოფილ ვარ და ავიყვანთ ეს თუ 10000 ლექსზე კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, იმიტომ რომ ბოლო დროს შეამჩნევთ რომ ვიდეოების ხანგრძლივობაც ოდნავ გაზრდილია. და მაინც ვცდილობ რომ მაქსიმალურად გავზარდო ხოლმე, იმიტომ რომ რა ვიცი, ითხოვთ ახლა, მაგრამ ცადოთ. აუ რა მეზარებ ახლა იმ კონტროლზე ჩასვლა იქ, მაგრამ მე მანქანა იმედი მაქვს გვიყენია თორე შანსი არ არის, იმენა რა გაუძლებს ეგრე. რამე ველოსიპედს ნახავთ რა, ისე რა მიგდებული მქონდა ეს კონსოლი. კაი ხანი ეს კონსოლი მიგდებულია და მოკლედ რა, რო ჩავდოთ გავაგრძელებთ გადაღებას. ბიჭო, ცაში წინ გემს თქვენს ხედავთ? მეღადობ იქ ცაში რა ჩანს თო? იმედი მაქვს უცხო პანელები არ არიან. არა, აქ ეხა ცაში აშკარად რაღაც ჩანს წინ მე თუ ხედავ. რა ჯანდაბაა ეს თო? ამ ხელა ხომალდი რაღაც ერთ ადგილას გაჩერებული? ხადაო ბიჭო, ეს რა არის წინ თო? ჩვენი კონსოლი არ წყლის ხوار დაიფარა. წესით უკვე კონტროლს უახლოვდებით ნელ-ნელა. მაგრამ ეს რა ჯანდაბაა წინ ჰაერში? ეს კატერის კიდე ჩქარა ვერ მიდის რა, უბედურებაა ესა თო. რა არის მოუ ეს ჰაერში გამაგებინეთ რა? ეხლა არ მითხათ რომ ჩვენი კონსოლი ჰაერშია ატანელი თო? ბიჭო, რამე ხوار დაგვილებია, ჰა? არა ძმო, არაფერი არ დამილებია, სანამ წამოვიდა და აშკარად რაღაც დაფრინავს ჰაერში და რა არის ესა? მეღადაო ბიჭო, ძმა ცაში ქალაქია, რაღაც გლიჩი გავჩით ეხლა უბრალოდ GTA 5-ში ეს ჩვენს ეპიზოდებს არ ეხება აშკარად. არც სერიებს, პროსტა ქალაქი არის რაღაც. კი და ჰაერში არის რაღაც ქალაქი აშენებული. გლიჩი ალბათ რაღაც ააღო Rockstar იმენა დაგლიჯეთ. ჩვენი კონსოლი მეგონა აქეთ მოდიოდი და ანუ ჩვენი კონსოლი წეს უნდა იყოს მაშინ ეხლა აი აქეთ. აუ რამდენი ვიარეთ ეხლა უაზროდ. ბიჭო, თუ არ იცი გზა დამსვირა ამ კატერზე, რა თორე მოგეკითხებებია. კაისო, ეხლა იმენა კონსოლისკენ მივდივარ. ეს მეგონა ძმა კონსოლი რავი ჰაერში უყურებდი რაღაცას და მეთქი ან მირაჟი ან რაღაც თქო რა. დავაი, წავიდა. ნახე რა სტატის იმენა კატერი. შალვა ძმა, სად გაგვექცევი? Black Mamba is number 1 როგორც ყოველთვის არიცი? ეგ არის ჩვენი კონსოლის გამოჩნდა. პირდაპირ ჩვენი სახლისკენ მივალბარემ. ხო, რა რო ის სიარული არ მოგვიწევს იქიდან ნავიდეთ რა. რა მომენა, ტრაიმენა აკაურობა. აი, ძველი დრო იწყება ეხლა რაღაცები, იმენა გახურდება უეჭველი. Subscribe-ს უნდა დავეჭიროთ ყველამ ხელი, იმიტომ რომ მილიონ გამომწერზე უნდა ავიდეთ. მილიონზე არა, ჯერ 900 მილიონ, მე 900-ზე ავიდეთ, მაგრამ ავალთ რა 500.000 გამომწერამდე რაღა დაგვრჩა უკვე. ეგ არის კონსოლს ნელა უკვე უახლოვდებით. კი და უკვე კონსოლზე ვართ პრინციპში აქ ჩვენთან. კაი, სად გავაჩირო ეხლა მე აქ მანქანა ეგ ამთავარ. ოპა, რა ხდება? ბიჭო, მინები არის მგონი თო, ბომბები. მეღადაობი? აქ ხა ბომბები არის დაბლა? აშკარად ბომბია პეთქდა თო, ფრთხილად. აუ, მეღადაობი, კაი. ფრთხილად. ბიჭო, ბომბები არ ქონდა თო, ჩვენ ბომბები ჩვენ გავანეიტრალით. აბა კონსოლზე ვინმე არის? ერთი წამი. დავუიძრათ ესე ფრთხილად. ბომბს არ გადავუაროთ. აშკარად ბომბი აფეთქდა ეხლა, ხო? ეგ იყო კი. კაი, ესე ფრთხილად მოვიდეთ აქ. ეი, რა ხდება იქ? მანქანას ბიჭო თქვენს ხედავთ? ერთი წამი ძმა, ერთი წამი. სნაიპერი ავიღო. ვიღაცის მანქანები აყენ. ვიღაც ხალხია და იდასმიცავარ კონსოლზე. აქ ჩვენს ბაიზი არავინ არ არის, მაგრამ აშკარად იქით ვიღაც არის. მეღადაობი ვინები არიან? აზია რო ბიჭო, მაგრამ ბევრი მანქანა აყენია, აშკარად ბევრი ხალხია. კაი, წამო გადავიდეთ. ეს კატერი აქ იყოს. ჩავხტეთ. კიდე კაი ბომბზე არა ვიწიეთ, წეგან ოდნავ გადაუვარეთ. და აქედან როგორც უნდა ავიდეთ. წამო, აუ, ჩემი. სველი არის თო, აქ ასულ არ გინდა? წამო. მიდი ძმა რა. არა ბიჭო, აქედან ვერ ავალთ თო. აქ თუ გამოვიქანებით და კატერი თუ ავხვდებით. მაგრამ დაგვინახავენ ეგრე. კიდევ ერთხელ მივაახლოვ, აბა სნაიპერი არა, იქ აშკარად ვიღაცები დგას, ერთი კაცი ჩანს. ბევრი მანქანა, მე ადამიანს ვერ ვხედავ აქ ფიზიკურად. არა, ერთი წამი? არა, მეტი ადამიანი არ ჩანს. მარტო ერთი ტიპი ჩანს. ვახ. აქ ხო არ არის ისე შალვატო? არ არის გამორიცხული, მაგრამ აქ სევიც საიდან ავიდე? აი, იქიდან ხო ვერ ავალ უფრო კომფორტულად ერთ წამს, აბა აქ ფრანკლინ ამოდი ძმაწლიდან. მიდი, ახტი. აი, აქედან წესით უფრო მარტივად უნდა ავიდეთ. მიდი, არ ჩავარდე რა. მიდი. ახ! ოუ. გავრჩი საიდანაც უნდა უფრინდეთ რა. ვერ ავდივართ არა? ვერ აქედან გამორიცხულია, მაგრამ ზღვაში სიარული ცოტა საშიში არის, იმიტომ რომ მინებია შიგნით თო ბომბები. აი აქ ახლოდან რო შევეცადო იქ აფრინას, მაგრამ არ დაგვინახონ თო.
ცოტა იქ მე მეორე მხრიდან უნდა ავიდეთ, რომ საიდანაც ხალხი არ ჩანს. ბიჭო, ამ მოიხად როზე რა სურაობა აქვს. გაუგრილდი ცოტა რა იყო. გაგრილების დროა, წესით ახლოს აქ მინები არ უნდა იყოს, უფრო შუა ზღვაში ქონდათ უეჭველი ბომბები დამაგრებული. აქედან წავიდეთ. აი, აქედან გადავიდეთ, გვირჩევნია რომ მაინც თავი ავარიდოთ force majeure-ს და აი, აქედან უნდა უფრინდე. მოიმზადეთ? 1 2 3. გადმოხდით. ბიჭებო, ეგ არის, ხო არ გადაუp. ვახ, პროსტა კატერი დამესა თავში. ესეც ესე. აბა რა, Black Mamba is number 1. და აქედან დავუზროთ კიდევ ერთხელ სიტუაცია. ბიჭო, არა, ძალიან ბევრი არიან. 1 2 3 4 კაცი აქ ჩანს. სასახლეში არავინ არ არის. იქნებ პროსტა არიან ტიპები ამოსულები. მანქანით მოვიდნენ აკამდე პროსტა არა? ო, ეგეც არის. კაი, მოკლედ. უნდა დავუზროთ ახლა კუნძული. იმედი მაქვს რომ შალვა აქ არის და ვიღაცა სხვა არ დაიმყრობს ჩვენს უყურადღებობაში. და ლაიქეთ ვიდეო, გამოვიწერეთ არხი, შეიძინეთ ზარქუშობზე Black Mamba-ის მერჩი და დაელოდეთ ხვალინდა ვიდეოს თუ ეს ვიდეო ავა 10000 ლაიქს დღესვე.